ერთხელ სიზმარში მივხვდი, რომ მეძინა. თავიდან ჩვეულებრივი სიზმარი იყო. არაფერი განსაკუთრებული. გარემო რეალურივით ჩანდა. ადამიანები, ხმები, ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, მაგრამ უცებ რაღაც დეტალმა დამაეჭვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც არ ჯდებოდა. მივიხედე და იმ მომენტში გამიჩნდა აზრი. ეს სიზმარია. და ზუსტად აქედან დაიწყო ყველაზე უცნაური ნაწილი. როცა ამას ხვდები, თითქოს ტვინი ერთდროულად იღვიძებს და მაინც სიზმარში რჩები. ამ მდგომარეობას ჰქვია lucid dreaming, როცა აცნობიერებ, რომ გძინავს, მაგრამ სიზმარი გრძელდება. იმ წამიდან ყველაფერი შეიცვალა. პირველი რაც გავაკეთე, უბრალოდ შევამოწმე, მართლა თუ შემეძლო კონტროლი. გავიფიქრე, ახლა მინდა აქ სხვა ადგილი იყოს და გარემო ნელ-ნელა შეიცვალა. თითქოს ფილმის სცენას ცვლიდნენ. შემდეგ ვცადე ყველაზე მარტივი, ფრენა. არანაირი ლოგიკა არ არსებობდა, უბრალოდ გადავწყვიტე და ავფრინდი. გრძნობა ძალიან რეალური იყო, არც შიში, არც სიმძიმე, სრული თავისუფლება. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გონება სრულიად ფხიზელი მქონდა. ფიქრობდი, ვაანალიზებდი და თან ვხედავდი სიზმარს, რომელსაც თვითონვე ვქმნიდი. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეშინოდა კიდეც. შეგიძლია სიზმარში შეხვდე ადამიანს, რომელიც რეალურად არ არსებობს და მაინც გესაუბრება, თითქოს ნამდვილია. შეგიძლია აღმოჩნდე ქალაქში, სადაც არასდროს ყოფილ ხარ, მაგრამ დეტალები იმდენად რეალურია, რომ გგონია იქ ნამდვილად ხარ, ან უბრალოდ შეცვალო სიტუაცია. თუ რაღაც არ მოგწონს, ცლი, თუ გინდა რომ დღე-ღამედ იქცეს, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის მარტივი არ არის. ხშირად როგორც კი მიხვდები, რომ სიზმარში ხარ, შეიძლება უცებ გაგეღვიძოს, თითქოს ტვინი ვერ იჭერს ამ მდგომარეობას დიდხანს. ზოგჯერ კი კონტროლი სუსტდება. სიზმარი თავისით გრძელდება და შენ მხოლოდ დამკვირვებელი ხდები. მაინც ეს გამოცდილება ძალიან განსხვავებულია ჩვეულებრივი სიზმრებისგან. ეს გავს საკუთარი რეალობის შექმნას, სადაც წესები არ არსებობს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ბევრი ადამიანი სპეციალურად სწავლობს ამას. არსებობს ტექნიკები, რომ უფრო ხშირად შეძლო ასეთი მდგომარეობის მიღწევა. ძილი მნიშვნელოვანია და ზედმეტი ჩარევა შეიძლება ცუდად აისახოს მის ხარისხზე. ეს მე სრულიად შემთხვევით გამომივიდა რამდენჯერმე და ყოველჯერ ერთი და იგივე კითხვა მიჩნდება. რამდენად რეალურია რეალობა თუ გონებას შეუძლია ასეთი სიზმრების შექმნა? საინტერესოა თქვენ თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება. სწორედ რომ თქვათ ეს ფენომენი ერთ ადამიანს არ აღმოუჩენია ერთ კონკრეტულ მომენტში. lucid dreaming ძალიან ძველი გამოცდილებაა, ადამიანები ამას საუკუნეების განმავლობაში აღწერდნენ, უბრალოდ სხვანაირი სახელებით. ჩემი ამ შემთხვევის შემდეგ ვეცადე მომეძიებინა ინფორმაცია ინტერნეტში ამ მსგავსი გამოცდილების შესახებ და სამწუხაროდ ქართულ ენაზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი სახის ვიდეოს ჩაწერა. ტერმინი lucid dreaming პირველად შემოიღო ჰოლანდიელმა ფსიქიატრმა ფრედერიკ ვან იდენმა 1913 წელს. მან თავის ნაშრომში აღწერა საკუთარი სიზმრები, სადაც ეცნობიერებდა, რომ სიზმარში იყო და სწორედ ამიტომ უწოდა lucid, ანუ ცნობიერი. დიდი ხნის განმავლობაში ეს უბრალოდ სუბიექტურ გამოცდილებად ითვლებოდა. სანამ 1970-იან წლებში მეცნიერმა სტეფან ლაბერგიმ არ დაამტკიცა, რომ ეს რეალურად ხდება. მან ჩაატარა ექსპერიმენტები ძელში მყოფ ადამიანებზე და აჩვენა, რომ როცა ადამიანი აცნობიერებს სიზმარს, შეუძლია წინასწარ შეთანხმებულ თვალის მოძრაობით სიგნალი მისცეს მკვლევარებს. ეს ყველაფერი ხდება REM sleep ფაზაში. ანუ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ადამიანი ერთდროულად სიზმარშიც არის და ცნობიერშიც. უფრო ძველი ისტორიაც არსებობს. საინტერესოა, რომ მსგავსი გამოცდილებები ბევრად ადრე იყო აღწერილი ბუდისტურ პრაქტიკებში, ძველ ბერძნულ ტექსტებში, სხვადასხვა კულტურაში, სადაც სიზმრებს სხვა რეალობად აღიქვამდნენ. ეს არ არის ახალი რამ. ადამიანები ამას საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ, მაგრამ ტერმინი lucid dreaming პირველად 1913 წელს გაჩნდა და მხოლოდ 70-იანებში დაამტკიცეს, რომ ეს რეალურად ხდება და არა უბრალოდ ფანტაზია. მაგალითებიც მოვიწია ინტერნეტში, რომ თქვენთვის გამეცნო. მაგალითად, იყო ერთი ქალბატონის სელენი, რომელმაც აღწერა, რომ ბავშვობიდან ხშირად ჰქონდა ლუსიდური სიზმრები. ერთ ღამეს ის სიზმარში აღმოჩნდა ძალიან მძიმე სიტუაციაში. თითქოს ვიღაცას მისდევდა და საფრთხეში იყო. ჩვეულებრივ სიზმარში ადამიანი პანიკაში ჩავარდებოდა, მაგრამ მან უცებ გააცნობიერა. ეს სიზმარია. ამ მომენტში ყველაფერი შეიცვალა, შიში გაქრა.
მან გადაწყვიტა სცადა ყველაზე უკიდურესი ექსპერიმენტი, შეეჩერებინა სცენა და როცა უბრალოდ მოინდომა, გარემო გაიყინა და შემდეგ მთლიანად გარდაიქმნა მშვიდ ნათელ სივრცეთ. მისი აღწერით ის აღარ იყო კოშმარი, იყო კონტროლირებადი სამყარო. პოლ ტოლის ისტორია ასევე, რომელიც შეხვდა გარდაცვლილ ადამიანს. ბრიტანელი მწერალი პოლ ტოლი აღწერდა საკუთარ გამოცდილებებს ლუსიდურ სიზმრებზე. ერთ-ერთ სიზმარში ის შეხვდა ადამიანს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გარდაცვლილი იყო. სიზმარში მან იცოდა, რომ ეს არ იყო რეალობა, მაგრამ მაინც დაიწყო საუბარი. ის არ ცდილობდა კონტროლს, უბრალოდ აკვირდებოდა და უსმენდა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოცდილება, რადგან სიზმარში არსებული ვერსია თითქოს რეალური ცნობიერებით პასუხობდა. ასევე სტივენ ლაბერჟის ექსპერიმენტები ძალიან საინტერესოა. სტივენ ლაბერჟი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც დაამტკიცა ლუსიდური სიზმრები. მან შექმნა ექსპერიმენტი. ადამიანებს თხოვდა, რომ სიზმარში როცა მიხვდებოდნენ, გაეკეთებინათ კონკრეტული თვალის მოძრაობა, მაგალითად მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით. და რეალურად ძილის დროს მათი თვალები ზუსტად იმ მოძრაობას აკეთებდა. ერთმა მონაწილემ შემდეგ თქვა, იმ მომენტში მივხვდი, რომ სიზმარში ვიყავი და პირველად ცხოვრებაში შევძალი, რომ ფხიზლად მეფიქრე ძილში. ერთმა სტუდენტმა აღწერა, რომ პირველად ლუსიდურ სიზმარში, როცა აღმოჩნდა, ვერ დაიჯერა. მან სცადა პატარა ექსპერიმენტი, ჯერ უბრალოდ ხელების აწევა, შემდეგ ხტომა და შემდეგ ფიქრი, რა მოხდება თუ უბრალოდ ავფრინდები. და აფრინდა. მისი აღწერით ეს არ იყო თამაში. იყო ისეთი რეალური შეგრძნება, რომ ტვინმა ვერ გაარჩია ფიზიკურად ფრინავდა თუ არა. კოშმარის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოცდილება. ბევრი ადამიანი ამბობს ერთსა და იმავეს. კოშმარის დროს უცებ ხვდებიან, რომ სიზმარია და მაგალითად შეუძლიათ მონსტრის გაქრობა, ოთახის შეცვლა, გაღვიძების ნაცვლად სცენის გარდაქმნა. ერთმა ადამიანმა თქვა, იმ მომენტში პირველად ცხოვრებაში არ ვიყავი მსხვერპლის სიზმარში, ვიყავი რეჟისორი. ყველაზე საინტერესო არა ის არის, რომ სიზმარს ხედავ, არამედ ის, რომ ერთ მომენტში ხვდები, შენ შეგიძლია მისი შექმნა. და მაინც რატომ ხდება, რატომ რეალიზდება ჩვენ სიზმრებში ასეთი რაღაცეები. ლუსიდური სიზმრები ხდება მაშინ, როცა ტვინის ორი სისტემა ერთდროულად ერთდება ძილის დროს. ერთი ნაწილი ქმნის სიზმარს, მეორე ნაწილი ცნობიერება, ლოგიკა კი ნაწილობრივ ერთვება. ეს ძირითადად ხდება REM sleep ფაზაში, როცა ტვინი ძალიან აქტიურია და სიზმრები ყველაზე ძლიერი და რეალისტურია. რა ხდება ტვინში ამ დროს? მეცნიერები ამბობენ, რომ ლუსიდურ სიზმრებში აქტიურდება წინა შუბლის ქერქი. ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკაზე და თვითშეგნებაზე, მაგრამ არ ირთვება სრულად როგორც ფხიზელ მდგომარეობაში. ანუ ხდება რაღაც შუალედური მდგომარეობა. მე ვიცი, რომ ვაზროვნებ, მაგრამ მაინც სიზმარში ვარ. და ყველას ემართება თუ არა მსგავსი რაღაც. პოტენციურად ყველა შეუძლია, მაგრამ ყველას ერთნაირად ხშირად არ ემართება. ადამიანების 50%-ზე მეც ერთხელ მაინც ჰქონია ლუსიდური სიზმარი, მაგრამ რეგულარულად მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. აქ რამდენიმე ფაქტორია. ტვინის განსხვავებული აქტივობა და მეტად აქტიურად ჩამაერთებელი ლოგიკა სიზმარში. და ლოგიკური კითხვა, ეს განსაკუთრებული ადამიანების უნარია? მეცნიერები გვპასუხობენ, რომ არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ხედავს ლუსიდურ სიზმრებს, განსხვავებული ტვინი აქვთ. უფრო ზუსტად ეს არის ტვინის ბუნებრივი შესაძლებლობა, რომელიც ზოგში უფრო ხშირად აქტიურდება. ისევე, როგორც ზოგს უფრო ხშირად ახსოვს სიზმრები. ზოგი უფრო ხშირად იაზრებს საკუთარ ფიქრებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტვინის სიზმარში რეალობის სიმულაციას აკეთებს, ემოციებს ამუშავებს, გამოცდილებას გადახარშავს და ზოგჯერ ამ პროცესში ცნობიერება გაჟონავს სიზმარში. ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სიზმარი არ არის სხვა სამყარო. ეს არის შენი ტვინი, რომელიც რეალობას ქმნის, მაშინაც კი, როცა გძინავს. ფსიქოლოგები თავიანთ თერაპიებში ხშირად იყენებენ ლუსიდურ სიზმრებს კოშმარების შემცირებისთვის, შფოთვის დასამუშავებლად, ტრაუმების სიმბოლური გადამუშავებისთვის. სხვათაშორის ინტერნეტში ბევრი ადამიანი ცდილობს სიზმრების დღიურის წერას, რეალობის შემოწმების ტექნიკებს და ძილის რეჟიმის კონტროლს.
ეს უფრო თვითდაკვირვებაა და არა ტექნოლოგია. სიზმრების დაჰაკვა რეალურად რას ნიშნავს? ეს არის პოპულარული ტერმინი, მაგრამ არა მეცნიერული. რეალურად გულისხმობს სიზმარში გააზრებას, რომ გძინავს და ნაწილობრივ გავლენის მოხდენას სიუჟეტზე. ეს არის ბუნებრივი ტვინის უნარის გამოყენება, არა გარედან ჩარევა. რამდენად საშიში შეიძლება იყოს მსგავსი რამ? ზოგადად ადამიანების უმეტესობისთვის არ არის საშიში თუ ზომიერად ხდება, მაგრამ შეიძლება იყოს გარკვეული უარყოფითი ეფექტები. ძილის ხარისხის დარღვევა, თუ ადამიანი ძალიან ცდილობს კონტროლს, შეიძლება ხშირად გაიღვიძოს ან ღრმა ძილის ფაზები დაერღვეს. გადაღლა და მენტალური დაძაბულობა, ზოგ შეიძლება ზედმეტი ფიქრი გაუჩნდეს ძილზე, ყოველ ღამეს კონტროლის ცდელობა, დაღლას იწევდეს. რეალობის და სიზმრის არევა, იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით სტრესის დროს, ადამიანს შეიძლება დროებით აერიოს განცდა, რა იყოს სიზმარი და რა რეალობა, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი და არ ხდება ჯანმრთელ ადამიანებში ხშირად. ლუსიდური სიზმრები არ არის საიდუმლო ტექნოლოგია, არ არის კონტროლირებადი გარეძალებით, არ არის სამხედრო ან ფარული სისტემა, როგორც ხშირად ინტერნეტში წერენ. და რატომ ჩნდება ასეთი იდეები? იმიტომ რომ გამოცდილება ძალიან რეალურია. სიზმარში ყველაფერი ცოცხალია, ემოციები რეალურია, კონტროლის შეგრძნება ძლიერია. და როცა რაღაც ძალიან რეალისტურია, ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ სხვა რაღაც ძალა უნდა იყოს ამაში. სიზმრები არ არის ჰაკინგი, ტექნოლოგია ან საშიში საიდუმლო სისტემა. ის არის ტვინის ბუნებრივი უნარი, ძილის ერთ-ერთი ფაზის თავისებური მუშაობა, თვითშეგნების დროებითი გაღვიძება სიზმარში. საბოლოოდ სიზმრები არ არის გასატეხი სისტემა. ეს არის შენი ტვინი, რომელიც თვითონ ქმნის რეალობას მაშინ, როცა გძინავს. ეს იდეა ძალიან პოპულარულია ფილოსოფიაში, სულიერ პრაქტიკებში და ინტერნეტ კონსპირაციებში, მაგრამ მეცნიერებაში ასე პირდაპირ არ განიხილება. მოკლედ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ძილის დროს სხვა განზომილებაში გადავდივართ, თუმცა შეგვიძლია დავინახოთ, რატომ ჩნდება ეს იდეა და რა შეიძლება რეალურად ხდებოდეს. მეცნიერება ამბობს, რომ ძილის დროს განსაკუთრებით REM sleep ფაზაში ტვინი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ქმნის სიზმრებს, ვიზუალურ, ემოციურ, სიუჟეტურ გამოცდილებებს, ამუშავებს მოგონებებს და ემოციებს. ამ პროცესში ჩნდება ლუსიდური სიზმრები, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია, ანუ მეცნიერების მიხედვით ეს ყველაფერი ხდება ერთსა და იმავე ტვინში, ანუ სხვა რეალობა და არა სხვა რეალობაში. რატომ გავს სხვა განზომილებას? იქიდან გამომდინარე, ეს შეგრძნება ძალიან გასაგებია, რადგან სიზმარში გარემო სრულიად რეალისტურია, დრო და სივრცე არ ემორჩილება ლოგიკას, შეგიძლია გადახტე ადგილიდან ადგილზე, ხანდახან ხვდები სრულიად უცნობ სამყაროში. ტვინი ქმნის სრულიად სიმულირებულ რეალობას და რადგან ის შიგნიდან ხდება, გვეჩვენება როგორც სხვა სამყაროში გადასვლა. ზოგი ადამიანი ფილოსოფიაში ან სულიერ პრაქტიკებში ამბობს, სიზმარი შეიძლება იყოს ცნობიერების სხვა მდგომარეობა ან რეალობის განსხვავებული ფენა, მაგრამ ეს არის ინტერპრეტაცია, არა დადასტურებული ფაქტი. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება თუ ამას მეცნიერულად ვუყურებთ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცნობიერება ტოვებს სხეულს, არ არსებობს სხვა ფიზიკური განზომილებაში გადასვლის მტკიცებულება. არსებობს ტვინის აქტივობა, რომელიც ქმნის გამოცდილებას. ანუ სამყარო იცვლება არა გარედან, არამედ შიგნით ტვინში. და ზოგჯერ ჩვენ გგონია, რომ სადღაც სხვაგან ვართ. იმიტომ რომ სიზმარში იკარგება ფიზიკური სხეულის შეგრძნება, რეალობის მუდმივი წესები, დროის სწორი აღქმა და რჩება მხოლოდ ცნობიერება პლუს გამოცდილება. ეს ქმნის ილუზიას, რომ მე სხვაგან გადავედი. შეიძლება ეს სხვა განზომილება არ არის. შეიძლება ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შენი ტვინი ქმნის მთელ სამყაროს და შენ ამას შიგნიდან უყურებ. ასტრალში გასვლა და უკან ვერ დაბრუნება არ არის მეცნიერულად დადასტურებული რამ. მსგავსი იდეა მოდის სულიერი ეზოთერული შეხედულებებიდან და არა ნეირომეცნიერებიდან. როცა ადამიანი იძინებს და შედის ღრმა ძილში ან ლუსიდური სიზმრის მდგომარეობაში, სხეული რჩება საწოლში, ტვინი აგრძელებს მუშაობას, ყველა გამოცდილება ხდება ტვინის შიგნით. ასევე REM sleep ფაზაში სიზმრები ყველაზე ინტენსიურია და შეიძლება ძალიან რეალურიც ჩანდეს, ანუ გასვლა სხეულიდან მეცნიერულად არ ფიქსირდება. რატომ ჩნდება შიში უკან ვერ დაბრუნების? ეს იდეა ძირითადად ჩნდება იმიტომ, რომ სიზმარში გამოცდილება ძალიან რეალურია. ადამიანს შეიძლება მოეწონოს კონტროლის ან ფრენის შეგრძნება,
wake up მომენტი ხანდახან მოულოდნელია და გაწყვეტას გავს და ტვინი ამას ინტერპრეტირებს როგორც იქ ვიყავი და დავბრუნდი. ხანდახან ლუსიდურ სიზმარში ადამიანს არ უნდა გაღვიძება, ცდილობს სიზმარში დარჩას ან აგრძელებს გამოცდილებას, მაგრამ რეალურად ტვინი უბრალოდ გადადის ცილის სხვა ფაზაში ან იღვიძებს. არ არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი ვერ დაბრუნდეს. ასტრალური პროექცია იდეა ხშირად აღწერს განცდას, სადაც ადამიანი ფიქრობს, რომ სხეულსტოვებს, მაგრამ მეცნიერება ამბობს, ეს არის ტვინის მიერ შექმნილი გამოცდილება, არა ფიზიკური გადაადგილება. ზოგ საშინია, რომ თუ სიზმარში კონტროლს ისწავლი, იქ დარჩები, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ტვინის თამაშია და ტვინი ყოველთვის ბრუნდება რეალობაში, როცა იღვიძებ. მასიერულად სიზმრის მაკონტროლებელი ადამიანი ჩვეულებრივ მოიხსენიება ადამიანად, რომელსაც აქვს ლუსიდური სიზმრის გამოცდილება. ანუ სიზმარში აცნობიერებს, რომ სიზმარშია და გარკვეულ დონეზე შეუძლია მისი მართვა. ფილოსოფიურად ასეთ ადამიანებს ხშირად უწოდებენ ონირონავტებს. ეს სიტყვა მოდის ბერძნული ენიდან. არასწორი ტერმინოლოგიაა dream hacker-ი, astral traveler-ი და sleep controller-ი. ასეთ ადამიანებს მეცნიერულად ეძახიან lucid dreamers, ანუ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სიზმარში გააცნობიერონ საკუთარი თავი. და მაინც ერთი კითხვა რჩება. თუ სიზმარში შეგიძლია შექმნო მთელი სამყარო, იგრძნო ემოციები, შეხვდე ადამიანებს და იყოს სრულიად გაცნობიერებული, რა განსხვავებაა იმ სამყაროსა და იმ რეალობას შორის, სადაც ახლა ცხოვრობთ. იქნებ განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ერთში გვგონია, რომ გვღვიძავს და მეორეში უბრალოდ გვგონია, რომ ცხოვრობთ. მეცნიერებისთვის ეს ყველაფერი არ არის სხვა განზომილება. ეს არის ტვინის უნარი შექმნა სრული რეალობა ძილის დროს და რაც უფრო მეტად სწავლობთ მას, მით უფრო ხვდებით ერთ რამეს. ჩვენი გონება ბევრად უფრო ძლიერი და რთულია, ვიდრე გვგონია. მე ეს შემთხვევით გამომივიდა და დღემდე არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ვიცი ერთი რამ. იმ ღამემ მასწავლა, რომ ჩემს გონება შეუძლია ისეთი სამყაროს შექმნა, რომელიც რეალობას გავს, ან იქნებ რეალობაც ზუსტად ასეთია. შენ თუ გონია მსგავსი გამოცდილება და გიფიქრია, რომ ეს უბრალოდ სიზმარია თუ რაღაც უფრო მეტი. დამიკომენტარეთ მსგავს შემთხვევებში, საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების წაკითხვა და გაცნობა ჩემთვის და თუ მოგეწონათ ვიდეო და თუ სურვილი გაქვთ, რომ მსგავსი ვიდეო ჩანაწერები კიდევ განვათავსო ჩემ გვერდზე, გამოიწერეთ ჩემი არხი. მადლობას გიხდით დათმობილი დროისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ.